ბეთლებმა ჰაიპი კი მომიტანა ყველაზე ხარ, მაგრამ ჰაიპისთვის აღარ გამოვედი ეხლა. თავიდან რომ ტარდებოდი შენი სკაიცამდე რამე სხვანაირად იგავდი? ეგ მაგადარმეოსო რომ მოდიან. რომ მიწერენ არ მიტყდება ეგ. დააფსეს. გაუგებარი Young Mike-თან ერთად. მოგესალმებით YouTube მაყურებლებო, მე ვარ Young Mike, თქვენ უყურებთ გადაცემას გაუგებარი. დღეს ჩემი სტუმარია არტისტი, რომელსაც ბევრი თქვენგანი იცნობს ბეთლებიდან, კონტრა. როგორ ახარ? ჯიგრულ თავად? მეც საკაიფოდ, არამიშლით. მე მაინტერესებს შენ თუ გითამაშია კონტრა სეგაზე. არ მითამაშია, მაგრამ კაიც დაიქნებოდა. ვაფშე ჩაუჯდეთ, რომ ვითამაშოთ. კი, შეიძლება. მე ვიდეო ის მაქვს პლეიერი, მაგრამ სეგას კომპიუტერი არ მაქვს. და სადღაც შეიძლება მოვიძიოთ მშრალ ხილზიან. ოჯე. შენ მითხარი რა მოგიყვანა ბარში, რა ხდება? ბიჭო, შენს თავს. როგორც მივხვდი, ეს არის გადაცემა, სადაც ჭირიანები მოვდივართ რა, ჩვენი პრობლემებით და შენ ხარ ფსიქოლოგის და ბარმენის როლში, ხო ეგრეა? ნუ შეიძლება რაღაც დოზით. ჩემი პრობლემა ისაა, რომ ბეთლ რეპი მოკვდა. კვდება რა, ხო, ანუ განა სიბერისგან შოტგანი ესროლეს სახეში და მე დააფსეს კიდე ზევიდან რა. დააფსეს. ხო, მაგერც თუ დღეშია ბეთლ რეპი და აი გლოვ რა ვფიქრობ, იქნება უშუალოდ როგორ. და რა გათქმევინებს, რა გაფიქრებს? ბიჭო, რავი, აი ესე სერიოზულად რო შეხედო, ყველაზე ხარ ძალიან ცოტა, აი დამწყებ არტისტებს რო შეხედო, ძალიან ცოტა ბეთლებს იმოდის რა. ეს არის პრობლემა? ერთ-ერთი. ერთ-ერთი. და თვითონ ის ბეთლები რაც ახლა ჩვენ ნახეთ ახლა უახლოეს წარსულში, ამ ბეთლებში ხო არ არის რამე პრობლემა? უფრო ბეთლებში არა, უფრო კრიტერიუმები, რომლითაც ფასდება. კრიტერიუმები, რომლითაც ფასდება. სხვათა შორის მე ახლა მახსენდება, მე ღრმა ბავშვობაში მქონდა ინტერნეტ ფორუმი, ბევრ გაბჯერ მაგ ნათქვამი და ხა ვიღაცა იტყვის, რომ ტვინი მოტყნაო, მაგრამ ნუ რა ვქნა ახლა, ჩემთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ცხოვრებაში. ნუ ვიცი გამიგია. და იქ როდესაც ვაფასებდით ამ ტექსტ ბეთლებს რა, ნუ პატარები ვიყავი ძალიან რაღაც 13, 14, 15 წლის სასწავი რა. მაგრამ ყოველთვის იყო რაღაცა შეფასებისას კრიტერიუმები. ანუ იქ იყო თქვათ punchline-ები, მეტაფორები, multissyllable-ები, flow, wordplay და იმ მსგავსი ერთი 6-7 კრიტერიუმი ყოველთვის იყო რა. იქნებ ეს არის, ამაში არის პრობლემა, რომ ერთ-ერთი კი რა, ხოაზე ხარ რაღაც პონჩი არის აქ პრობლემა. ანუ რეალურად რა არის, იცი, ბეთლ რეპი ხო ჩვენ არ გამოვიგონეთ, ჩვენ გადმოვიტანეთ და რაღაცაები იასნა მოვირგეთ ჩვენი მენტალიტეტის და რაღაც საკითხების მიხედვით, მაგრამ რაღაცაები არის, რაც ძირითადია რა, ხოაზე ხარ და ანუ რაც ფუძეა და ეგ არ უნდა შეიცვალოს რა. შენთვის რა არის ძირითადი? ბიჭო, აი კრიტერიუმები ძალიან რო არ ჩაუღრმავდე რა ამ თემას ხოაზე ხარ და ისე ზედაპირულად რო ვთქვა, პირველ ადგილზე იასნა ლირიკა, რას წერ, როგორ წერ, რამდენად საინტერესოა, punchline-ები, სად ურტყავ, რატო და ასე შემდეგ. მერე გადმოცემის უნარი, დიქცია, ხოაზე ხარ, არტისტიზმი, მესამე მრავალფეროვნება, ალბათ, ხოაზე ხარ, flow, რაღაც ხმის ტემბრით თამაში და ასე შემდეგ. შენთვის ვინ არის სამაგალითო ბეთლ რეპერი? ზოგადად ამ კულტურაში და შეიძლება ქართველებშიც თქვა. ბიჭო, ალბათ მიქსი უფრო რა, ანუ რამდენიმე არტისტი ხო. აი ვინ შეიძლება რა თქვა? ბიჭო, ნუ ყველას გიყურებდით. პირველი სეზონი რო იყო და რაღაც რა, მეორეში უკვე მეც გამოვედი, ან დათო იყო, დათო მეზი. რაღაც შეიძლება შოუს ელემენტები შენგანაც იყოს. ანუ ესე გააზრებულად ხოაზე ხარო, აი ვიღაცა ავიღე და რაღაცა აი მოდი ეს თესლობა ავიღებ ამას. ეგრე არა რა, ხოაზე ხარ, მაგრამ შეიძლება მე მაინტერესებს აი ისე ამერიკულ ბეთლებს თუ უყურებ. ხო, მაგრამ ესე აი ეხა არ უყურებ, მაგრამ ადრე რო უყურებდი, ხო იყო, ეხა დიზასტერი მევასებოდა, იმიტომ რაღაც ძალიან ექსპრესიული როჟაა და თან ფანჩებიც აქვს რა, ხოაზე ხარ. კიდე პეცტეი ქვია მე მგონი, ხო, ეგ მოკვდა მე მგონი, ხო? ხო, ან ბევრი ტიპი იყო, ესე სახელები არ მახსოვს ხოაზე ხარ, მაგრამ ძალიან ბევრი ტიპი იყო, ვითიც ზოგადად ამ მიმართულებას გულშემატკივრობ. ხო, რა თქმა უნდა. ანუ ბიჭო, დაჟე რა თემა იცი, ერთი პერიოდი მე ვბაზრავდი, რომ აი არ ვარ ბეთლ რეპერი და არტისტი ვარ და ანუ ესე პოზიციონირებ თქვა თავს და რაღაც, მაგრამ მე რო დავფიქრე, თუმცა დიდი ჰაიპი მოგიტანა ამ ბეთლებს. ხო, რა თქმა უნდა, კი. ანუ ბეთლებმა ჰაიპი კი მომიტანა ხოაზე ხარ, მაგრამ ანუ ჰაიპისთვის აღარ გამოვედი ეხლა ამჯერად. ბოლოს რო გამოვედი, იმენა კულტურისტვის გამოვედი. ხოაზე ხარ, აი რაღაცა სიახლის შემოტანა შემიძლია თქვა, აი მაგაზრით გამოვედი.
სხვათა შორის მე მოვიხიბლე შენი wordplay-ებით ამ ბეთლების დროს რა, რაღაცა სულ მაკლია ხოლმე რა, თითქოს აი ქართულ ბეთლებში აი ისეთი დაკავშირება რაღაცა აი როგორ იყო რაღაცა გოგო თუ შენთან იხდის შენი ვალია. ძალიან რთული არის ხა იმ crowd-ში ეს რომ დაიჭიროს რა, ბევრმა რა. არ ვიცი ხა მე რომ დაიდო რამდენად, იქ ვერთ მე ვერ დავიჭირო. არა, დაამოღამეს რაღაცა სხვათა შორის ხო. ხო, ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აი როგორი რაღაცა არის, აი გამინათდა რა მაგას რო ყურები. თუმცა იქ როდესაც ის არის რა ქვია ბეთლი არის რა, დიდი ყურადღება ექცევა ალბათ აი ამ ენერგიას და აი ეგ რა თქმა უნდა დამნიშნულოვანია ხო. თქვა მე მაგალითად პირადად თუ მე არ მომწონს ჩემი ტექსტი და შინაარსი და რაც მაქვს მთლიანობაში მოფიქრებული, იმას თავდაჯერებულად ვერ ვიტყვი. Ясно. და ვიღაცას შეუძლია რა დაწეროს ანაკუა და ძალიან თავდაჯერებულად ანაკუა ბანაკუა. აქ ვიღაცამ გააკუა. ანუ მაგაზე ვამბობდი იდეაში, ანუ ეს ხო ხუმრობაა, რომ battle rap-ი არა, რა თქმა უნდა, არ მომკვდარა რა, ხო აზე ხარ და. საერთოდ დაბადებულა? დაიბადა ხო, აბა. ანუ შენ ეგრე აფასებ, რო? კი. დაბადებული. შენ ფიქრობ რომ არა? ანუ არ ვიცი, ისე უყურებ რა, მეც რა არის. აი რაღაც ბეთლები იყო ახლა მაგალითად ძალიან მკაცრად განიხილეს. მე დადებითი მხარეებიც დავინახე. აი განიხილეს შეაფასეს რა, ხალხმა შეაფასა ძალიან მკაცრად, რომ აი ერთად აიღეთ ეს პროექტი და რაღაცა. მე ეგრე მკაცრად ვერ გამსჭირა, ვერ მივცემ შეთავსუფლებას. კარგი, მოკვდა, მაგრამ პერსპექტივა აქვს შენი აზრით რომ გაცოცხლდეს? ბიჭო, ვფიქრობ ხო რა, როგორი თემა იცი? აი მაგალითად ახლა ხო სეზონი მიმდინარეობს. ბიჭებმა ვინც არიან სეზონში, მეტი ყურადღება რომ მიაქციონ ისეთ დეტალებს, რომელიც battle rap-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და battle rapper-ისთვის რა. შემდეგი თაობა ამათ ყურებაში გაიზრდება სწორად. აი ხა ჩემი და Sky-ის battle რომ მოვიტანოთ. მაგალითად ხო აზე ხარ, ანუ ვისაც არ უნდა მოგვეგო ამ battle-ში, hip-hop-ი იგებდა ორივე შემთხვევაში რა. ანუ მე მოვიგებდი თუ Sky, hip-hop-ი იგებდა რა. battle rap-ი მოიგებდა უფრო იმ შემთხვევაში თუ მე მოვიგებდი რა, ანუ hip-hop-ის და თან battle rap-იც, იმიტომ რომ იმ კრიტერიუმებს იმენა ვავსებ, ხო აზე ხარ და ანუ თავსაც პოზიციონირებ როგორც battle rapper-ი, ხო აზე ხარ და აი ბიჭებმა ახლა battle rap-ს თუ მოუმატეს, შემდეგი თაობა, რომელიც ახლა ამათ უყურებს, გაიზრდება უფრო აი ეგეთ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ რა, ანუ იმ თემებს განავითარებენ თავის თავში, რაც battle rap-ისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა შენ ახლა პოზიციონირებ როგორც battle rapper-ი ამ შემთხვევაში, ხო? რა თქმა უნდა. მაგრამ ფაქტი ის არის ამ სიტუაციაში, მე არ მომბობ რომ აუცილებლად ესე უნდა იყოს. მაგრამ სიტუაცია იმას ვეუბნება, რომ შენ როგორც battle rapper-ი წაგება დაგიფიქსირდა. ანუ რატო გააგრძელებენ ბიჭები battle rap-ის? ხო, ეგეც არის რა. ისინი პროექტზე დამოკიდებულია. შანსი არის რომ ისინი წავიდნენ უფრო, ვა, ეს რაღაცა სიტყვაზე იქ რაღაცა ილეთი გამოიყენა Sky-მ, შეიძლება იქნება ეს ვცადოთ და ეს მოგვიტანს გამარჯვებას, იმიტომ რომ გონია რომ ხშირ შემთხვევაში ანუ ჟეურემდე მივდივართ მაინც და კრიტერიუმებამდე მივდივართ მაინც საბოლოოდის. Yes. კარგი, ესე იგი რით გადავაყოლოთ გული ახლა, რით გამოვიტიროთ ამ ეტაპზე დაღუპული battle rap-ი. ბიჭო, დავაი ტეკილა. Let's go. გაგვიმარჯოს. ბარებში დადიხარ ხოლმე. მე ისე რა. იშვიათად. არ ვარ მოყვარული. მაგრამ ისე ბარების მოყვარული ხარ? აი, რო გავაცოცხლოთ ერთი წამით battle rap-ი, რომელ ბარს გამოარჩევდი? ან თუ გინდა ზოგადად რეპინა. რამე თუ გაქვს ისეთი რაც აი. ბიჭო, აი არ ვიცი რატო. მაგრამ ახლა გამახსენდა ოქსის და დიზასტერის ბეტლი გაქვს ნანა? კი, როგორ არა. ოქსი აკაჩავებდა იმაზე, რომ ანუ აი არაბი ხარო და ამერიკის დროშას აფრიალებოდა რაღაც რა, ხო აზე ხარ და მე ანუ ეს სეტაპი რო შევუკრა ამ ყველაფერზე და მე გაუჩნდა რომ რაღაცა Psyche lied, if you don't respect your culture, why should I? ხო აზე ხარ და ანუ ეგ რაღაცნაირად ხო. Why should I? Psyche lied, if you don't respect your culture, then why should I? Psyche lied, because if you don't respect your own culture, why should I? ისე აი ხო თავიდან რო ტარდებოდეს ეს შენი Sky-ისთან ბეთლი, რამე სხვანაირად იზავდი? Вообще არა.
ყველაფერს დატოვებდი. ხო, იმენა ერთ-ერთში. ნუ შეიძლება გამოსვლის მხრივ უკეთესად ვიზავდი. ვეცდებოდი რომ არ გავცივდე ბეთლამდე და რაღაცა ეგეთებს, მაგრამ აი დალშე არაფერს. შენთან მაქვს ესეთი შეკითხვა რა. აი ხლაც უსმენდი შენ ტრეკს და რაღაცა მომენტში და ადრეს მქონია არაერთხელ ეგ განცდა, უცებ მეგონა რომ KG-ის ხმა იყო რა. უთქვათ შენთვის ეგ არის. მაგრამ მე ვერ მომსგავსებ რა, ხო ეს. ანუ რაღაც მომენტებში რა მაგრად გავს, იცი? აი თითქოს აი აკეთებო რა იმ ხმას რა. არა, არ ვაკეთებ ვაფშე, просто ბაზრობ რა. მაგრამ გავს და თან ისა რა, რომ მიწერენ არ მიტყდება ეგ. ხო, არა, ვიღაცა ბანძი რეპერი რო ყოფილიყო, გამიტყდებოდა ხო ეს ხარ. არა, გასატეხად არც მე არ გეუნები, უბრალოდ ეს შენ რამდენად გაქვს ამაზე ინფორმაცია. არ ვიცი რომ არსებობს ეგეთი აზრი რა, ხო ეს ხარ, მაგრამ ძალით არ просто ბაზრობ და შეიძლება გავას. კარგი, მე შენ ახლა შემოგთავაზებ challenge, ვისთვისაც უნდა შევავსო შენი შოთის ჩიკა თუ რა ქვია, მაგას არ ვიცი. პირველი challenge-ი ამ მდგომარეობს ამაში, რომ ანუ დაირჩიო ორს შორის, ანუ და მიიღო შოთი. ეგ მაგრად დამევასება, მაგრამ არ გევასება? არა იყოს, მაგრამ ხოდაშორის ეს უფრო ადვილი. მაგარი პროვოკაციულია ბიჭო, თან ანუ ქართველებზე თუ მკითხავ, ანუ ჩვენ ნახლობლებზე და ნაცნობად, ანუ წინთ მე რა ხო. არა, ესე არ გეუნები ხა ისა რა ქვია, ფულა თუ ზაზა და რაღაცებს არ გეკითხე. იყო battle rap-ის ჩემპი თუ მეტნაკლებად დაფასებული არტისტი. მეტნაკლებად როგორ? ანუ აი საშუალოდ. თუ battle rap-ის არ ვიცი, ვერ გეტყვი აქ რა. ანუ შეხედე ან battle rap-ზე ხო ბაზრობ დიდი ხანია რა, ანუ ლაპარაკობთ ახლა battle rap-ზე ძალიან დიდი ხანია და დიდი ყურადღება მივაქციეთ რა, იმიტომ რომ ნუ ახლა მქონდა battle-ი ცოტა ხნის წინ და აქტუალურია უბრალოდ ხო ესე ხარ თორე. ანუ ისე მე მარტო battle rap-ერი ხარ ვარ, ანუ ძალიან დიდი გეგმები მაქვს რა, ხო ასე ხარ, ესე არ მევასება წინასწარ რაღაცების თქმა, ხო ასე ხარ და ანონსება და რაღაც, იმიტომ რომ მე არ კეთდება რა. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ აი ბიჭო, აი რა შეკითხვას დაგისმევ შენ რა, ხო ასე ხარ, შენ კითხავ. აი ხალხი რო გცნობს გარეთ და რომ მოდის რას გეუბნება. აი ყველაზე ხშირად აი რას გეუბნებიან ხოლმე. მაგის გარდა? აი სურათი რა დაიგე. ბეთლზე გამოხვალ? მაგას გეკითხებიან? ეგეც ესეც უკითხავთ, ერთი პერიოდი ძალიან ხშირი იყო. ხო, ნუ ეგენიც არის რა, ეხლა სურათის გადაღება და რაღაც, მაგრამ აი რა მისწორდება, იცი, ბოლო დროს ყველაზე ხშირი რაღაცა რაც მე მესმის ჩემთან რომ მოდიან. ჩემთვის შენ მოიგე? ეგეც არის, მაგრამ არა. ყველაზე სასიამოვნო ალბათ რა, ხო. ყველა ისეთი ვარიანტი არ არსებობს, რაც არ უთქვათ შენ. ხო, უთქვათ, ხო, ხარ, მაგრამ აი ყველაზე სასიამოვნო ის. ერთადერთი რა ვარიანტი არ მქონია, იცი? აი კომენტარებში რომ მიდის ჰეითი. სულს რო გეუნებიან. ეგეთი არავის არ არის ეს ხალხი, არსებობს? ანუ არსებობენ, მაგრამ ზოგჯერ ხვდებიან კიდეც, ხო ასე ხარ, მაგრამ სურათს იღებენ და მიდიან. ხო, ალბათ. ბიჭო, აი არა რა, ყველაზე სასიამოვნოა, ხო ასე ხარ და ძალიან მისწორდება რომ მოდიან და რას მეუბნებიან ბეთლზე თუ გახსოვს ეგეთ ლაინს ვიძახი რომ ეჭვიც არ არსებობს თავში ერთ დღეს ავავსებ სტადიონს და ძალიან ბევრს უთქვამს რომ აი მე ვარ ის ტიპი ვინც დაგეხმარება მაგ სტადიონის ავსებაშიო რა ხო ასე ხარ და ანუ ეგ არის ყველაზე აი რა მაგაზე თესლობას ალბათ ვერც მეტყოდნენ რა რომ ანუ იმენა ყველაზე კარგად გამოხატავს რომ გვერდში გიდგანა რა ტიპები ხო ასე ხარ თუმცა ეს ხო არ გაცლის შენ იმის როგორ თქვა, საწვავს რომ შენ მართლა აავსო სტადიონი. არა, მე საწვავს ვერაფერი ვერ გამომასწრეს. ანუ აი ბეთლზეც ეგეთი დამოკიდებულება მაქვს. ანუ ხო აღარ ვარ სეზონში და რაღაც. ანუ მე ამ სეზონის და PvP-ის და ყველაფრის გარეშე ავავსებ სტადიონსაც და ანუ ყველაფერს ვიზამ. რაც გასაკეთებელი მაქვს. ველოდები. თუმცა კითხვა ისევ კითხვათ რჩება. კაი, რა იყო Battle Rap-ის ჩემპიონობა თუ საშუალოდ დაფასებულობა ზოგადად კაი, დაფასებულობა. როგორც ანუ აკეთებ არჩევანს. რომ აკეთებ არჩევანს. ნუ მიწევს. ეგეთ სიტუაციაში მაგდები რომ მიწევს და იყოს. კარგი. მაშინ არ შემიძლია რომ არ გკითხო ეს. შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოს, მაგრამ ორივე განიყავი და PvP battle თუ PvP flow, ანუ აკაპელაზე battle თუ beat-ზე battle. იქიდან გამომდინარე რომ თავი უკეთესად flow-ზე წარმოვაჩინე, შემიძლია ვთქვა flow ხოაზე ხარ, მაგრამ battle, ანუ აკაპელა battle ძალიან მიყვარს. დაჟე ალბათ უფრო მიყვარს ვიდრე flow რა. კი. მაგრამ ნუ ახლა flow უნდა ვთქვა, იმიტომ რომ აი აკაპელაზე კიდე რო გამოვალ ან თუ გამოვალ. მე კიდე შეგიძლია მკითხო. ან თუ იქნება. ან თუ იქნება. ხო. ალბათ იქნება. ისე მეც ეს ანუ როგორ ვთქვა, როცა აღმოვაჩინე ბეთლები, აკაპელა ბეთლები იყო YouTube-ზე, ამერიკული
და ამას უყურებდი, ესე წარმომედგინა რა საერთოდ. თუმცა აი ეს ბიტზე ბეთლები რაც გაიჩითა ჩვენთან, აი ეს რუსეთშიც ხო იყო და რაღაცა დიდად არ ვიყავი განწყობილი რა, რომ მაგარი რაღაცა თუ ისა. და აი ამ PvP flow-მ რაღაცნაირად აი რო უყურებს მინდება რომ აი ავიცი რომ მე ესე ვიზავდი და აი ხო არ გამოვიდე და რაღაცა ეგ გამიღვივა ნამდვილად ვერ წავართ რა. კარი კიდევ ერთიც მაქვს. აუ ეს რა ცუდია. ანუ მე არასწორად უნდა გიპასუხო რო დავლიო? არა, არასწორი არ არსებობს. უნდა არჩევანი გააკეთო ან ვერ გააკეთო მესამეც რა შემთხვევაში უსწავლო? ძალიან სუბეთლებზეა. დავაი. კარგი, იყო PvP ბეთლის ჩემპიონი თუ იყო PvP flow-ს ჩემპიონი? მე მგონი პასუხი უკვე წინაზე უპასუხე ახლა ამას. ხო, იყოს ეგრე. რა იყოს ეგრე? ბიჭო, არ ვიცი რა ისა სულ ერთია რა ხვაზე ხარ, ანუ ეგრეც არ ვარ, რომ აი ჩემპიონი ვიყო, ანუ ჩემპიონობისთვის არ გავდივარ, ანუ მოსაგებად გავდივარ ხვაზე ხარ, რომ სეზონი მოვიგო, მაგრამ ეს ტიტული თვითონ რომ აი ჩემპიონი ხვაზე ხარ, ანუ მე ჩემ ეგოს ხვაზე ხარ და ჩემ რაღაც აზროვნებას და თვით შეფასებას არაფერს არც უმატებს და არც აკლებს. ანუ მე ვიცი რა დონეზე ვარ, არც მაგაზე მეტი მგონია თავი და არც ნაკლები, პროსტო ვიცი და ვსო რა. მოდი, ხო, დავლევ რა ხვაზე ხარ, ველოდებოდი ამ მომენტს. ბიჭო, თავიდან არ ვთქვი, მადლობა მოწვევისთვის, ხვაზე ხარ წარმატებები შენ პროექტს. ბოლოში შეგიძლია განვითარება. არა უშავს, ეხა იყოს. ხოძე. კარგი, ეხლა არის შემდეგი ჩელენჯი, რაში მდგომარეობს, რომ შენ უნდა დაამთავრო ბარი. მე შენ გეტყვი ბარს. ქართულებია? ქართულები არის ამივე. მაქვს მეტი ცოდვა ვიდრე პროექტის სპონსორს. მაგრამ ვისი არ მახსოვს. ტახას. ოჩაღ. ადრე თუ 16 ბარით გაბრუებდით? ვიცი რა, მაგრამ ვერ ვიხსენებ დაიცა. იცი. ადრე თუ 16 ბარით გაბრუებდით, დღეს უკვე სწორია ერთი სიტყვა. მაქვს. დღეს მაქვს. დღეს ადრე თუ 16 ბარით გაბრუებდით. მაგარს ტრაიჰარდერო, მაგრამ დაიცა, ანუ ვიცი პროსტა და მაგიტო დღეს მაქვს თქვენთვის, ხო? არა. კაი იყოს. ვერ მაქვს. აი ავტორს მაინც ვერ გაიხსენე. ადრე თუ 16 პელე? პელეა. ადრე თუ 16. ნუ ჩაგითვლი რა მე არ მიყვარს ასე უაზრო სიტყვა. გამოკიდება, ხო? დღეს მაქვს 112 ცხელი ხაზი. ხო, ეგ ჩემთან გააზრო. შენთან გააზრო და მე სადღაც თქვა რომ ერთ-ერთი ჩემი underrated ბარი არის რა. და მესამე ურთულესი თქვენზე თესლი რეპერი ვარ. შენ? აბა, თქვენზე თესლი. მე ვარ. მერე არ რაღაც შენი სტილია უფრო რა შენი ციხოლო რაღაც ჩემი საბირწონი არავინ არ არის რაღაცები. შენც ხსოდნია. ხო რა. თქვენზე თესლი რეპერი ვარ, მე როგორ გძელდება? რომელი რაუნდი იყო არ გახსოვს ყველაზე? არ იყო რაუნდი. ეხა ბოლო ტრეკში იყო, ხო? კი. ბიჭო ვერ ვიხსენებ ჩემ. კარგი, ნუ რადგან ავტორი გამოიცანი. თუ გინდა და ისე დალია. თუ გაგისწორდა. თქვენზე თესლი რეპერი ვარ, თქვენზე თესლი. თესლი თამადეთ, ხო? ოკეი. შეგვიძლია რამე ვიბაზროთ. დავაი. მზად ვართ? ხოძ. მიკროფონი. Yo. Yeah. ქვეყანას როგორც ამბიც არაკლია დრამები ყოველთვის ფხილო თამაშობ მაგრამ მაინც გვაქვს ტრაუმები ყველაზე მეც აშავებენ და ბოლოს გარბიან ახალი დარიგება ისევ ცუდი პარტია და სადაც ჩვენ არ ვართ იქ ყოველთვის კარგია ხელჩეკიდებულები როველით განთიაც რასაც ჩვენ ვატარებთ ამას ქვია მძიმე ტვირთ მათ ზურგებზე რასაც ვხედავ მხოლოდ ბარგია სად არის ცეცხლი თვალებში ეს უცნაური ხოდია პაროდია თუ უნდათ მაშინ რეპში რატო მოდიან ყოველთვის სხვას ადიდებენ ეს მათი ტელესკოპია ვიღაცა ბაძავს ნიკისლავს ვიღაცა პელესკოპია ახლა მე ვბაზრობ თქვენ მომისმენთ სანამ ბოლომდე მორჩი რეპერებმა არ მახსენოთ როგორც ვოლონდემორტი ფლექსი თუ გინდა გასწავლი და შენ დააკვირდი პროცესს ყველა ჩემი ძმა ვიცი ჩემ გამოწავიდო და სროგზე საერთოდ თუ ამბიციოდ მოძრაობენ ეს მასტები მაინც უსმენენ მასები და აბა მეტი რასელი საქმეს გვიფუჭებენ რეპი გახადეს ბლოკბასტერი საერთოდ რა დრო დაგვიდგა PvP-ს დისავს
ჰაუს მასტერი შეიძლება იყო ღარიბი სულაც რო ქონეს ფული თუ დაირქვი ხელოვანი ნუ იქნები ხელოვნური ახარ MC-ს ბიუჯეტური ვერსია ხარ ისე ხარ რეპერი ვითვაგზალზე ბალენსიაგა ბეთლ რეპი მიყვარს და ბოლო დროს უფრო აქტივი ვერ ხარ ობიექტური როცა გიღებს ობიექტივი კულტურა ბერჯერ დაეცა აქამდე იყო ნაკდაუნ ახლა კონტრა გააგდეს და ბეთლ რეპი მოკვდა Okay. Yeah. Hey yo. ვიღაცებს ჩემში შეეპარათეთ თვითონ თვალში დირეების ჩემსაში შეამჩნიეს პატარა ბეწვი რა ვიცოდი ეგ თუ იყო ზუსტად იმის დასაბუშტად რომ რაც ხუთი თითივით ვითის შეკრულიყო მუშტად ქარაბანი მიდის ყეფის ხმაზე არ შემნელდებიან ვითომ ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში ისედაც შევდეგვიან აქ დღემდე ყლის და მუტრის ხსენებაზე სველდებიან თუ შეიგინე პანჩლაინში ისე არ გამოხლებდებიან ლაინის მოპარვით არ გამოვა გადაწერა ნიჭის ეგ შენ არ იბარგებ ჩემ მასაკში თორე მე რა მიჭირს სანამ მე ნამ მიჭრის გოლება კი არ კარგავს სახმას იცოდე ბებერი ხარის რქების კარგად ხნავს სახმას იმდენი ლეგენდა გაეძღვარ ვიცი რომელი ერთის დავიჯერო ყველა მათგანი ნამდვილი ბერი იქნება ზოგ ჭირდება ახალი სფერო ამაში ჩემი ბრალე ულობაც არის რამდენი წაბა ხალისერო გავიხსენო მადლიერების მაგიბრა ტრაქში პერო მე ზღაპრე და მე მატიანე წერენ იგივე ზღაპრებს მაგრამ ჩემი ისტორია უკავშირდება მძიმე ფაქტებს რასაც ნარკოლოგიურში შარდის ტესტიც კიბერაგებს თუ აყალბებენ სამხილებს მათ სიბერაგეს შეხარაყო ლილი ჭორებს რომელსაც შენი ტექსტის არ იყოს უკვე ვეღარ ხვდები ბინი გონებს არ აქვს მნიშვნელობა ბინ ხარ ბინ იქნები თუ იყავი ჩემი ამბავია მინიმუმ დასაფიქრებელი იგავი young Ey, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩემი სტუმარი იყო კონტრა, მე ვარ young Mike, ეს იყო გაუგებარი. Peace out. წლების მანძილზე ვუშვებდი ამ შეცდომას. ქართულ და ინგლისურ ვიდეოებს ერთ არხზე ვტვირთავდი. შედეგად ალგორითმი აირია. ქართული არხის გამომწერებს ინგლისური ნაკლებად აინტერესებთ, ამის გამო ქართულ ვიდეოებსაც დააკლდა ნახვები. გადავწყვიტე დავიწყო ნოლიდან. შევქმნით ცალკე არხი, სადაც მხოლოდ ინგლისურ მასალას განვათავსებ. თუ გაინტერესებთ ჩემი ინგლისური შემოქმედებაც, გამოიწერე Cash Life.